ჰიპოთეზა კოსმოლოგიური ბუნებრივი გადარჩევის შესახებ პირველად 1990 წელს გამოჩნდა. ამ თეორიის მიხედვით, შავი ხვრელების მეორე მხარეს ახალი სამყაროები შეიძლება გაჩნდნენ. თითოეული ფუნდამენტური ფიზიკური მუდმივების საკუთარი კრებულით. იმ სამყაროებში, რომლებშიც ფიზიკური კანონები სიცოცხლის გაჩენასა და განვითარებას ხელს უწყობენ, გონიერი დამკვირვებლები შეიძლება გაჩნდნენ. ეს ჩვენი სამყაროს ნატიფ მოწყობას ხსნის, რომელიც კაცობრიობის არსებობას შესაძლებელს ხდის. კოსმოლოგიური ბუნებრივი გადარჩევის ჰიპოთეზის მიხედვით, მულტისამყაროების ფორმა ყველანაირი შესაძლო სამყაროების კრებულით, რომლებიც შავი ხვრელებიდან გაჩნდნენ, განსაზღვრავს პროგრესს, მსგავსი ბიოლოგიური ბუნებრივი გადარჩევისა. ეს პროცესი სამყაროთა წარმოების ამაღლებისკენაა მიმართული, რომელთა შიგნითაც შავი ხვრელები იბადებიან. თუ ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება, მაშინ ბავშვის სამყაროები ჩნდება და არც ჩნდება. ამ საკითხის უფრო გასაგებად ერთ ექსპერიმენტს მოვიშველიებ, რომელსაც შროდინგერის კატა ეწოდება. ერვინ შროდინგერმა წარმოადგინა ექსპერიმენტი, რითაც მას უნდოდა ეჩვენებინა კვანტური მექანიკის არასრულფასოვნება, სუბატომური ნაწილაკებიდან მაკროსკოპულ დიდ სისტემებზე გადასვლისას. ანუ შროდინგერმა კვანტური სუპერპოზიციის პრინციპი გამოიყენა მაკროსამყაროსთვის. სუპერპოზიცია არის კვანტური ფენომენი, რომლის მიხედვით ობიექტი შეიძლება იყოს ყველანაირ მდგომარეობაში ერთბაშად, სანამ მასზე არ ხდება დაკვირვება. დახურულ ყუთში მოთავსებულია კატა. ამ ყუთში არის მექანიზმი რადიოაქტიური ბირთვით, რადიაციის დეტექტორითა და მომწამლავი გაზით ავსებული ჭურჭლით. ექსპერიმენტის პარამეტრები ისეთნაირადაა შერჩეული, რომ 50-50-ია ალბათობა იმისა, რომ რადიოაქტიური ბირთვი 1 საათში დაიშლება. თუ ბირთვი დაიშალა, მოხდება მექანიზმის ამუშავება, რომელიც ჭურჭელს გადეხავს და კატაც მოკვდება. კვანტური მექანიკის თანახმად, თუ ბირთვზე დაკვირვება არ ხდება, მაშინ მისი მდგომარეობა ორი მდგომარეობის შერევით, სუპერპოზიციით აღიწერება, დაშლილი ბირთვით და დაუშლელი ბირთვით. შესაბამისად, ყუთში მყოფი კატა ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც. თუ ყუთი გახსნილია, მაშინ ექსპერიმენტატორი რომელიმე ერთ კონკრეტულ მდგომარეობას დაინახავს. ბირთვი დაიშალა, კატა მკვდარია, ან ბირთვი არ დაშლილა, კატა ცოცხალია. ექსპერიმენტის მიზანია აჩვენოს, რომ ზოგიერთი წესის გარეშე კვანტურ მექანიკას აქვს არასრული სახე. წესებისა, რომლებიც მიუთითებს, თუ როდის მოკვდება ან არ მოკვდება კატა და როდის აღარ იქნება იგი ერთდროულად ცოცხალიც და მკვდარიც. ცხადია, რომ კატა ან მკვდარი უნდა იყოს ან ცოცხალი, რადგან სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არ არსებობს შუალედური მდგომარეობა. გამოდის, რომ ეს წესი ატომური ბირთვისთვისაც მართებულია, ის აუცილებლად დაშლილი ან